დღეს ავდივართ ბომბორას პარკში. მთაწმინდის ბილიკებით და იქიდან ჩამოვალთ ისო ბილიკებით, საფეხმავლო ბილიკებით ნარიყალაზე. ეს გზები შეიძლება ბევრმა არ იცოდეს. არა თბილისთან ძალიან ახლოს არის და არანაირი ტრანსპორტი არ გჭირდება, რომ უცებ ქალაქგარეთ აღმოჩნდა. ანუ თავისუფლების მეტროდან ძალიან მარტივად შეიძლება ფეხით ასვლაც. დავუწევთ ჭალიდან, ეხლა ვართ ლეონიძის ქუჩაზე და მივიდეთ მამადავითის ძირში. ჭონქაძიდან უხვევთ ახლა მამადავითის აღმართზე. და გავაგრძელებთ თითქმის ეკლესიამდე. და ბოლოს ნავიდეთ ზევით. მოვედით გადასახლებთან. აქ არის მამადავითი და აქ უნდა შევყვეთ ბილიკს. მოწყობილი ბილიკი ადგილ-ადგილ კიბეებიც არის გაკეთებული. არ არის აუცილებელი, რომ ან სირბილითი არო თან თუნდაც ეს აღმართიც ფეხით ამოიაროთ. არის შესაძლებლობა, რომ ნელ-ნაბიჯით ისეირნოთ და ისე ახვიდეთ. ან საბაგიროთი ახვიდეთ და მერე ჩამოიცეირნოთ. რა თავია? არის სუფთა ჰაერი და ქალაქიდან გამოდიხარ უცებ. ყველანაირი ტრანსპორტის გარეშე რა. ძალიან ლამაზი ბილიკებია. და ხო, დამავიწყდა იმის თქვა, რომ მარტო პარკში კი არ არის ეს ბილიკები. უამრავი მიმართულება აქვს, უამრავ ტოტად იშლება. გადადის კუსტვისკენ ვაკის პარკში. ნუ რა ვიცი, ზევით კონჯორში ადის და უამრავი მიმართულებები აქვს. არის აი მოსასვენებელი დასაჯდომი ადგილებიც. აი წინ არის ეგეთი. ნახოთ აქ გიგანტურ კაქტუსებს. ეს ჯოხები სადაც არის ჩარჭმული, ახალი ნერგებია, წიწოვანები. გასაახლებელი არის ეს ფერდი, როგორც ჩანს, გაახლების პროცესი მიმდინარეობს. აი აქედან იშლება მამადავითზე აი სასწაული ხედი. მიდიხარ და აქ არ ყოფილა. აი აქედან მამადავითზე იშლება სასწაული ხედი. საით. აგეთ. აქედან მამადავითის არაჩვეულებრივი ხედი. არის მომენტები, სადაც უბრალოდ სიბრილით ვეღარ ვქაჩავთ. მაგრამ ნორმალურია სამთო სიბრილში. ხანდახან გავლა ნორმალურია. და კოშინებ ალბათ, მაგრამ ოქნა ძნელია ცხოვრება. აი ზუსტად 1 კილომეტრი გავიარეთ, რაც მამადავითის აღმართ შეუდექით და სხვაგან ავართ აშკარად. აი ოჯახებისთვის და ბავშვებისთვის სასეირნოდ და ბუნების გასაცნობად პატარა დავრკოლებების გადასალეხად ძალიან კარგი ადგილია რა. და ესეთი უამრავი გვაქვს თბილისის გარშემო. ცოტა გული მწყდება ხოლმე. ხალხი ფაქტიურად რომ არ გვხვდება ბილიკებზე. თუ გვხვდებიან, უმრავლესობა უცხოელია და კიდე მაგაზე უფრო მეტად წყდება გული. აი ანდრე, ახედე. თითქმის მოვედით რა, ანძის ძირში ვართ. 1-200-300 მეტრი გადაგვჭა, რომ პარკის ღობესთან მივიდეთ და მე ქვეშ გასაძრომია. ჩუმად შესაყარი ადგილია და იქიდან შევიპარებთ. ანდრე, დედამ ხო გითხრა, ფეხსაცმელები არ გააჭუჭყიან, ახალი გარეცხილება. გავაკეთო. ჰა? გავაკეთო.
გამოსვით მეგონი შესასვლელს. არა, წინ არის. სიმაღლე ფაქტურად ავკრიფეთ. ამაღლება აღარ გვაქვს ახლა. შევართ პარკში და უკვე უნდა დავეშ. აქან შევძვერთ. რა არის? აქან შევძვერთ. არა, წინ წადი. ხო, აი აქედან. თითქმის ბორბალთან არის ესეთი გასაძრომი და აღჭურვით ხო. იმედი დანაშაული არ არის, არ ვიცი. ახში. მაგრამ ისე დაბილიკებული რა. აშკარად ჩვენ დაბილიკებული არ არის. მიდი. ადი. აიჩა. ულუსო. ზუსტად ერთ თვეში აქ არის წლევანდელი პირველი სამთო გარბენი. აქ არის ხოლმე სტარტი ფუნიკონერის რესტორანთან და სხვადასხვა დისტანციებია მიდის კოჯრისკენ. კარგი ღონისძიებაა ხოლმე, თუ ვინმე დაესწრება, ისე ამონებს. თუნდაც სირბელი არ შეეძლოს. ეს მთავარ კიბეებზე ჩამოვდივართ ახლა. პარკინგის ადგილი სადაც არის, მოპირდაპირ მხარეს არის პატარა კიბეების შესასვლელი. იქით მიდის მამა დავითის ეკლესიამდე. ეს გზა მიდის ნარიყალასთან. ხა ჩვენ წავართ ნარიყალასთან. კიბეები აქაც. ესეთი გზაა და აქ კიბეებია. ბავშვების ესეთ ადგილას სიარულიც და ტარება. რაღაცად გარემოს სიყვარულსაც ალბათ აჩვევს. არა, ანდრე? ალბათ. ჰა? ალბათ. შენ გიყვარს ბუნება? კი. რატო გიყვარს? რა ვიცი. რა არის ბუნებაში კაი? არც ლამაზი მანქანებია. არც ტელეფონები. რა არის კაი ბუნებაში? ლამაზი არის. ლამაზია. ესეთი მოსასვენებელი ადგილებიც არის გასაჩერებელი. ვიღაცას ცეცხლიც დაუნდია. ნუ ალბათ არ არის აქ ცეცხლის დამთება სასურველი. მაგრამ თუ ნაგავს არ დატოვებენ, თუ მოასწავებენ, რა ვიცი, ყველა თავის გოლის ჭიას ახარებს. ყველას თავის ებურაც უყვარს. ერთი ამ ვიდეოსთვის ცოტა რა თემატური რაღაც უნდა ვთქვა. ხო ჩვენ სიცოცხლეს იმით ვაფასებთ, რომ ამბობთ, რომ არაფერი არ მიგვაქვს ამ ქვეყნიდან რა. უბრალოდ რაღაც სახელი უნდა დავტოვოთ. და უბრალოდ მეტი არაფერი, სახელი ჩვენი ცხოვრების გზა. რაც ამ დღეებში საქართველოში ხდება, შესაძლოა ალბათ ყველას მოხდეს, მაგრამ მე პატრიარქზე ცუდი როგორ შეიძლება თქვა, ან შეიძლება თქვა ცუდი, მაგრამ კარგი იმდენად მეტია და ხალხის სიყვარული იმდენად მეტია, რომ რავი ეს ფაქტი ყველაფერზე თვითონ აპარაკავს, თვითონ მეტყოლებს. იმთუნაც კრიტიკას და იმთუნაც სიყვარულის ახსნას აზრი ეკარგება. აღარ არის მნიშვნელოვანი, როცა რა ვიცი საათობით დგას ხო ხალხი და რისთვის დგას. პატრიარქს ხო არ ჭირდება, ან ვინმეს ხო არ ჭირდება, რომ ეს ხალხი იქ იყოს და ღამეები ათენას. უბრალოდ რაღაცის გამოხატვა უნდა, რაღაც დაგროვილია ხო ამ ადამიანში იყო ის რაღაც, რასაც ერთი ადამიანი დიდი ალბათობით ვერ იტევს ხოლმე. მე არ ვიცი, ან საქართველოში თუ ყოფილა ვინმე ისეთი, ან თუ იქნება ვინმე ისეთი, ვის ანაშვიდზე თამდენი ხალხი მისულიყოს. ერთი მახსენდება, მაგრამ რა ვიცი, იმას ალბათ
შიშზე დამყარებული სიყვარული ქონდა. და ეს უბრალოდ სიყვარულზე დამყარებული ხალხის ესეთი თანაგრძნობა არ ვიცი. ჩვენთვის ეს ყველაფერი უფრო რაღაცნაირად სევდის მომგვრელია რა. თორე ის რომ 93 წლის ადამიანები დებიან და გარდაიცვლებიან, ეხო ბუნებრივი მოვლენა. არა თანაბარი მანძილებით როა კიბეები ცოტა რიტმს არ გაკარგვინებს. კი. მარჯვენა ფეხით უნდა ჩახტე თუ მარცხენა მარჯვენაში ჩავდი. ანუ მაგაზე ვფიქრობ რომელი ფეხით ჩავხტე. მე მგონი მე თუ მარჯვენათი ვხტე. აი ახლა მარცხენათი მომიწი. ლამაზი ადგილია. ჰა? ლამაზი ადგილია, ცხელი უბრალოდ. ხო, ძალიან კაი არის. აი ამ ზამთარს აქაც ბევრი ხი აქვს გაფუჭებული რა. Poles და cars. აი ანძა. აღარ ჩანს, ნისრში. იქიდან ჩამოვედით. ხო, ხალხი კითხულობს დანის. დანი სად არის? დანი სად არის? დანი არის სახლში, იმიტომ რომ ფეხი აქვს დატკენი და არ ვტვირთავთ. დანის დროც მოვა. დანის ჯუჯღუნის დროც მოვა. აი. აი პატარა. ჩანჩქერი. თითქმის ჩამოვედით რა. კი, აქ მოვედით კიდე? კიდე აქ მოვედით? სად აქ? ეკლესია. არა. არა. თქვენ კიდე სახლში კიბეებით ასვლა გეზარებათ. ჩამოვედით ოქროყანდის გზაზე. აი უცნაურად კი არის ცოტა. აქ ჩამოდიხარ, აი ბილიკი ხო ამნიხას ხო ვიარეთ და უცებ ტრასა არის, არაფერი აღარ არის მოჩავს. აქ ნოცეთ გადავიბიოთ, არაფერი მოდიოდეს და მომდრე. ისინი ეტყობა ჩაჭმული რო ახეები იმდენი არის რომ ეტყობა. ნარიყალაზე ამგზით ვინ მისულა. ეს ბილიკი პირდაპირ უერთდება ნარიყალას ბილიკს. და ჩადის აბალტოობაში. მანქანაც იქ გაჩერება. ესე იგი, რეაბილიტაციის გამო დაკეტილია ეს, მაგრამ დაცვის თანამშრომელი მოგვითხრა, თუ იყოჩაღებთ, გადაახტებითო. და ახლა ყოჩაღობას ვაპირებთ. ამაში ხო რა ხდება აქ. ეს არის. ეს არის ყოჩაღობის მასტერკლასები. ეცა ჩამოხდი, ჰა? Is it possible to go up there? Yeah. Just cross this. Yeah, okay, that's fine. Because there it's not possible. Yeah. ეს ბილიკი არიყალას ციხის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაკეტილია იდეაში, თორე ამ მდგომარეობაშია ხოლმე. როცა გაიხსნება, ალბათ უკეთესში იქნება. ჩამოვდივართ ნარიყალას დაღმართლიდან და თითქმის მოვედით რა. დაღმართლი დაღმართია. აბანოებთან გეყანია მანქანა. ხინკალი მინდა. ჰა? ხინკალი მინდა. ხინკალი გინდა? მოვედით ფაქტიურად მანქანასთან. დაახლოებით 10 კილომეტრი გამოგვივიდა, მაგრამ ეს სიტყვაზე უნდა გვენდოთ რა. გაჭერას. GPS ტელეფონზეც გაითიშა და საათად სავარაუდოდ რაღაც ჩამხშობები ეყენა თაწმინდის მისადგომებთან.
დაწმინდის მისადგომებთან რატო შეიძლება ჩამხშემები ეყენოს? ეგ მაგის გამოჩნდება თქვენთვის მომენტია. კარგად.